ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად. გადაცემის სპონსორია ლუდსახარში ზედაზენი. ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი და გერმანული ლუდსახარში ბიტბურგერი წარმოგიდგენთ. პრემიუმ ლუდს, კიონიკ პილსნერი. გუნიშ პილსნა. დააგვირგვინე წარმატებული დღე. გადაცემის სპონსორია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართული კრედიტი. ქართული კრედიტი გთავაზობთ აქციას ბიზნეს სესხებზე. თვეში რეალური 1,4%-დან. სამოხმარებლო სესხებს რემონტისთვის ან გათბობის სისტემებისთვის და აგროსესხებს შეღავათიანი პირობებით. სწრაფ განვადებებს 0%-დან 15 წუთში. ეწვიეთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალს თბილისში, საბურთალოზე, დიდუბეში, გლდანში, სამგორსა და ვარკეთილში ან რუსთავის ფილიალს და გვიკავშირდით ტელეფონზე 229 31 11. ბიზნესი და ეკონომიკის სიახლეებით ეთერშია ეკონომიკის სტუდიაში ირმა ებრალიძე მუშაობს დილონ შვიდობის. საწვავი ისევ გაძვირდა, რაც უკავშირებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორების საწვავზე ფასის თითქმის 10 თეთრიან მატემას. ახლა სატელეფონო ხაზია ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი. ბატონო ვანო, გამარჯობათ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ბატონო ვანო, თითქმის 10 თეთრიანი ზრდა დაფიქსირდა გუშინ და დღესაც გრძელდება ეს პროცესით საწვავის ფასებთან დაკავშირებით. რა ხდება, რა გამოიწვია ნავთობის ფასების მატება? ეს უკავშირდება გლობალურ ბირჟებზე არსებულ ვითარებას თუ დოლარის კურსის ცვლილებას? პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიწყოთ იქით იმით რომ ეს არ არის სასიამოვნო ინფორმაცია იმ პირობებში, როდესაც ახალი წლებია კარზე მომდგარი წინა საახალწლო საფრთხესასწავლო საშობაო დღესასწაულები და ეს რა თქმა უნდა არ არის სასიამოვნო ინფორმაცია და რა თქმა უნდა ეს ესეთ რაღაც უფრო სახალი საახალწლო განწყობა საქმის, თუმცა არის რეალობა და რომლის გარშემო აუცილებელია საუბარი. საჭირო არის ესე თქვა პასუხების გაცემა, კომენტარის გაკეთება და სწორედ აი ამ მიზნითაც ესე თქვა ჩვენ საუბრობთ დღეს. პირველი თქვა რომ ფასის მატება არ ყოფილა 10 თეთრიანი, ეს არის 5 თეთრიდან 8 თეთრამდე დაფიქსირებული სხვადასხვა სახის პროდუქტზე. შესაბამისად მე ისევ იმ ხაზს გავაგრძელებ რომ თუ არა აუცილებლობა რა თქმა უნდა წინა საახალწლოდ აი ამ პერიოდში არც ერთი კომპანია ესეთ შეიძლება ითქვათ უკიდურესად არაპოპულარულ ნაბიჯს არ გადადგავს, ხო? მაგრამ უნდა ვთქვათ რომ კომპანიები, თითოეული კომპანია ეს არის მაინც კერძო დაწესებულება, რომელიც დაფუძნებულია სწორედ იმაზე, რომ მან თავის საკუთარი შემოსავლებით იყოს რენტაბელური და შესაბამისად რენტაბელობინა გამომდინარე გააგრძელოს ფუნქციონირება. აქედან გამომდინარე სწორედ ეს ნაბიჯი იქნა გადადგმული. რაც შეეხება მიზეზს, აქ არის ორი მიზეზი. პირველი ეს არის რომელიც თვალნათელი არის და ესე თქვა თქვენი მსმენელისათვის ყველასთვის არ არის უცხო, ეს არის ლარის დამოკიდებულება დოლართან მიმართებაში. უნდა ითქვას, რომ თვითონ პროდუქტის სოფლიო აღიარებული პრაქტიკა ეს არის საქართველოს გამონაკლისი. იმპორტი როდესაც ხორციელდება საქართველოში ნავთობპროდუქტების, ისი შეძენა ხდება დოლარებში, სავაჭრო გარიგებები მხოლოდ დოლარში ხდება და რა თქმა უნდა, როდესაც არის ესე თქვა ვარდება დოლართან მიმართებაში, შეიძლება ეს არ არის თქვა კატასტროფული ვარდნა, არის რაღაც მაინც პროგნოზირება დიაპაზონში, თუმცა მან გარკვეული პერიოდი შეინარჩუნა სტაბილურობა აი ამ დიაპაზონში და შესაბამისად რაღაცა დოზით ამან შეუწყო ხელი. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ თუ როგორც არის დაპირება, თუ ლარმა დაიწყო გამყარება, რა თქმა უნდა ეს კომპონენტი მოცილდება და შესაბამისად იმავე დოზით ფასმა უკან უნდა დაიციოს. ეს ერთი ფაქტორი. მეორე, რაც შეეხება თვითონ საერთაშორისო ფასებზე არსებულ ვითარებას, პლაცის მიხედვით, ანუ ჩვენ ნავთობის ფასს არ ვეხებით, ეს არის ნავთობპროდუქტების ფასი პლაცის მიხედვით და სწორედ აი ამ პლაცის მიხედვით ხდება პროდუქტების ან შეძენა ნავთობპროდუქტების. ამ შემთხვევაში ბენზინის ფასი ეს არის მნიშვნელოვანი მომატებული, სადღაც 25-30 დოლარით არის ტონაზე საშუალოდ მომატებული. ეს დაწყებული ნოემბრის თვიდან დეკემბრამდე, ანუ საშუალოდ მატება ბენზინზე დაფიქსირდა 25-30 დოლარიანი ტონაზე, დიზელის შემთხვევაში შედარებით ნაკლებია, თუმცა აი სწორედ ეს აი ამ ორმა მომენტმა, ამ ორმა ფაქტორმა განსაზღვრა ის, რომ სწორედ აი 5-8 თეთრიანი ფასის მატება დაფიქსირდა სოციალურ ქსელში. მაგრამ ეს ხომ არ არის მნიშვნელოვანი რყევები, თქვენ თქვით რომ 30 დოლარის ფარგლებში პლაცის მიხედვით 1 ტონა ბენზინი $920 და 90 ცენტი ღირს ბოლო მონაცემებით.
იცით რა არის ახლა თქვენ მონაცემს რომელსაც იძახით ეს არის გუშინდელი დღე დაფიქსირებული და გუშინდელი პროდუქტი ამ ფასში ნაკიდი უბრალოდ ფიზიკურად ადგილზე ვერ იქნება. ანუ ჩვენ ავიღოთ 20-25 დღის უკამდელი პერიოდში რა დიაპაზონში იყო ეს ციფრები, სადღაც 30 დღის უკან და იმ პერიოდში სწორედ ეს ყევები დაფიქსირდა. თქვენ სწორედ აღნიშნავთ, რომ ფაქტიურად ეს ცნობილება დიდი არ არის და რაღაც კატასტროფული არ არის. თუმცა 25-30 $-იანი ცნობილება არის, მე ამას გიდასტურებ და გარდა ამისა მე გითხარით მეორე კომპონენტი, ასევე ის რომელიც თვალნათელი არის, აი ამ ორმა ფაქტორმა, მაგრამ ბატონო არის განაპირობა კორექტირება. არის მაგალითად, როდესაც ფასი იწევს გლობალურ ბირჟებზე და საქართველოში ადეკვატური ასახვა არ ხდება და ამ დროს ამბობენ, რომ მარაგები არ არის ამოწურული. რატომ ხდება ამ მარაგების ამოწურვა მაშინვე, როდესაც ფასი იმატებს და არ ხდება დაუშვათ მაშინ, როდესაც ფასი არის დაკლებული? მოდით ახლა მაგ საკითხს რაც შეეხება თვითონ კორექტირება ფასის ჩვენთან არ ხდება ესე თქვა სისტემატური კორექტირება არ არის. ახლა მე მაგალითად გეტყვით აი ბოლო პერიოდის კორექტირებები, როდის დაფიქსირდა, ეს იყო 9 დეკემბერი იყო, უბრალოდ 7 დეკემბერი იყო, როდესაც ბოლო კორექტირება და ანუ სადღაც თვეში საშუალო ჩვენ თუ წლის განმავლობაში ვიანგარიშებთ, ეს არის სადღაც შეიძლება ერთი კორექტირება დაფიქსირდეს. აქედან უნდა გითხრათ, რომ უმეტესობა მიმდინარე წელს იყო ფასების კლებასთან დაკავშირებით. ანუ ფასები შემცირებული იყო. ხო, ბევრი დაგეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ფასების არაადეკვატური შეფასება ხდება. არჩევს ერთი მომენტი, თქვა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, აი წინა საახალწლოდ კომპანიას თუ არა აუცილებელი ვალდებულება, რატო გაზრდის ფასი. მეორე მომენტი, თქვა, აქ არის მეორე ფაქტორი კიდე, ასევე მოხმარების საკითხი. სწორედაც იმის გამო, რომ ნავთობპროდუქტებზე განსაკუთრებით ბენზინის შემთხვევაში ფასი არის მაღალი, მოხმარება მცირდება, ალტოგაზი მაგალითად მინდა გითხრათ რომ ფასი მისი სტაბილურია ბოლო წლების განმავლობაში დღესაც თქვა ლარი 5 თეთრი არის ავტოგაზის ფასი და ის მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს ბენზინს და უნდა გითხრათ რომ თბილისში ეს აქტიური ნაკადები მოძრაობის სწორედ ავტოგაზიდან გამომდინარეა იმიტომ ის ფასი არის სტაბილური და ბევრი გადადის არჩევს ავტოგაზს ანუ მოხმარება მცირდება და უწევს მნიშვნელოვან კონკურენციას ანუ კომპანიასაც არ უნდა აწყდეს ამ მხრივ თქვა ფასის მატება იმიტომ რომ ეს პირდაპირ და მოხმარების კლები ძალიან რთულია რა თქმა უნდა ხა პროგნოზის გაკეთება მაგრამ წინა საახალწლოდ ზოგადად იზრდება ყველაფრის მოხმარება და შესაძლებელია რომ კიდე მოხდეს ფასების მატება თუ რაღაც ამ ნიშნულზე გარკვეული პერიოდი გავჩერდება ყოველ შემთხვევაში ფასების მეტი მატება ნამდვილად არ უნდა დაფიქსდეს აქ უნდა თქვა რომ ყველა კომპანიას დღეს არაა გაზრდილი უბრალოდ ლუკოილს მაგალითად თავისუფლად არ გაუზდია ფასი უბრალოდ ჩვენ თქვით ის ფაქტორები რამაც განაპირობა რიგ კომპანიებში ფასების მატების თუმცა არსებობს კომპანიები სადაც თქვა რაღაც გარკვეულ პროდუქტებზე ფასი არ გაუზდიათ იგივე არის კომპანია რომელსაც საერთოდ არ გაუზდია ასეთ პროდუქტზე ფასი ანუ ზოგადად თვითონ ეს ტენდენცია ყველაზე არ გავრცელდა და რა თქმა უნდა ვისაც არ გაუზდია ფასი ხა თქვენ წარმოედგინეთ ბაზარზე კონკურენციაა და იგივე მოხმარებლის დამოკიდებულება ხო ამ შემთხვევაში არეგულიროს ამ შემთხვევაში დიახ გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ნავთობპროდუქტების წარმოებელთა იმპორტიორთა და მომხმარებელთა კავშირის თავმჯდომარე ბანო მთვრალაშვილი პასუხობდა ჩვენს კითხვას მასშტაბზე საწვავი თითქმის ყველას საცალო ქსელში გაძვირებულია ამ დროში სულ ეს იყო ბიზნესისა და ეკონომიკის სიახლეებით ეკონომიკის რადიო იმედის ეთერს დაუბრუნდება 16 საათზე და 15-ზე მე ტრადიციულად შემოსავლიანი და წარმატებულ დღეს გისურვებ ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიკსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. ირმა ებრალიძესთან ერთად.